პრეზენტაციით ის სამომავლო გეგმები როგორ გაფასებთ მერობის კანდიდატმა წარდგენა. უბრალოდ ყოველისა დღეიდან უკვე საარჩევნო კამპანიის ის ნაწილი გაიხსნა, სადაც თბილისის მერობის კანდიდატი მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი ისაუბრებს უკვე სამომავლო გეგმებზე. თქვენ ნახეთ რომ აქამდე მერმა ჩააბარა ანგარიში თბილისელებს თუ რა გაკეთდა დღევანდელი დღის ჩათვლით და დღეს მოვისმინეთ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ის გეგმები, რომელიც კახაკალაძეს გააჩნია და მართლაც ბევრი რამე, რასაც დღეს ვაკვირდებით ჩვენი ქალაქის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების მხრივ, ნახეთ ამ პრეზენტაციაში, რომ გაორმაგებული ტემპებით გაგრძელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის რუსთაველის გამზირის, ვაჟა-ფშაველას, გურამიშვილის გამზირის მოწყობა. თბილისელებმა ნახეს თუ რა შეუძლია კახაკალაძეს ჭავჭავაძის გამზირის მაგალითზე, სხვა ქუჩების მაგალითზე, როგორ ლამაზდება ჩვენი ქვეყანა, როგორ მწვანდება მათ შორის იმ მხრივ, რომ გარემო პირობები იქნება მოქალაქეებისთვის უფრო კომფორტული, გამწვანებული, სუფთა და ეკოლოგიური გარემო და ზუსტად ასევე მიდგომა იქნება ვაჟა-ფშაველას, რუსთაველის გამზირის, გურამიშვილის გამზირის მიმართებით, ასევე რეაბილიტაციები, სხვადასხვა კულტურული ისტორიული ძეგლების და ასევე სასწავლო დაწესებულებებს და ბაღებსაც შეეხება აქაც მოვისმენთ პროექტები. მოკლედ ეს არის საქმე და რა თქმა უნდა თბილისელებმა ნახეს აქამდე კახაკალაძის 2 ვადის განმავლობაში თუ როგორ კეთდება საქმე და თავისთავად ცხადია რომ ამ არჩევნებში კახაკალაძეს ალტერნატივა აქვს. დაუსაბუთებელია ეს ანგარიში, რომელიც თქვენაც წარუდგინეთ რეკომენდაციების შესრულების საკითხში. მოდი აქედან დავიწყო. ბრიუსელი გეუბნებათ, რომ თქვენი პასუხები, რომელიც მათ გაუგზავნეთ ევრორეკომენდაციების შესრულების საპასუხოდ, შეიცავს დაუსაბუთებელ პასუხებს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ უზომილოსო შეჩერდება, რაც გამოდის თუ არა, რომ არის ქართული ოცნების პასუხისმგებლობა და ასეთ შემთხვევაში რა ფასი უნდა გადაიხადოს პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც დააკარგვინებს საქართველოს მოქალაქეებს. უპირველეს ყოვლისა ერთ დეტალს მივაქციოთ ყურადღება. ნახეთ ყველამ რომ ბრუსელი ჟონავს. ნახეთ რომ დოკუმენტი, რომელიც გაგზავნილი იყო ოფიციალურად, აღმოჩნდა რატომღაც პროპაგანდისტული მედიის ხელში, ნახეთ რომ რადიო თავისუფლება, რომელიც აფინანსებს ბრიუსელი და ამითაც გამოჩნდა საერთო ჯამში რადიო თავისუფლება, რომელიც თავის დროზე CIA-ის მიერ შექმნილი ქვედანაყოფი არის პროპაგანდისტული და დღეს ნახეთ რომ ამერიკამ შეუწყვიტა ამ პროპაგანდისტულ მანქანას დაფინანსება ტრამპმა და ბრიუსელმა აიღო თავის თავზე დაფინანსება საკუთარი პროპაგანდისტული მედია და აქცია სპეცსამსახურების ქვედანაყოფი და ნახეთ როგორ ჟონავს ბრიუსელი ამის მაგალითზე. თუმცა აქ პრობლემა არაფერი არ არის. პირიქით, ჩვენ გვინდოდა კიდევ ჩვენ არ გქონდა უფლება რომ გაგვესაჯაროებინა, თუმცა ჩვენი სურვილიც არის რომ პირიქით გასაჯაროდეს და ნახოს საზოგადოებამ თუ რა პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას. ამ ანგარიში, რომელიც ყოველწლიურად ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურა, ეგზავნება ბრიუსელს, სადაც აღწერილი არის თუ სად იმყოფება საქართველოს ინსტიტუციურ საკანონმდებლო თუ სტატისტიკის მიხედვით უვიზო მიმოსვლის კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ეს ძირითადად უვიზო მიმოსვლას რაც შეეხება, რაც აინტერესებს წესით და უნდა აინტერესებდეს კეთილსინდისიერ ჩინოვნიკებს ბრიუსელში, არის ის, რომ საქართველოში არსებული სიტუაცია უხნის თუ არა საფრთხეს ევროკავშირის მიგრაციის მხრივ, ევროკავშირის კრიმინალური გარემოს გაუმჯობესების მხრივ და ასე შემდეგ. ამ მხრივ საქართველო არის სამაგალითო იმ მხრივ, რომ მიგრაციული ნაკადების მართვა, მათ შორის ახალი კანონი და ცვლილებები, რომელიც ჩვენ მივიღეთ მიგრაციასთან დაკავშირებით, ხედავთ როგორ ხდება უკანონო მიგრანტების გაშვება ქვეყნის ტერიტორიიდან, მათ შორის რეადმისიის მხრივ საქართველოს კეთილსინდისიერ იქცევა, მათ შორის პოლიციის ატაშეები, რომელიც იმ ქვეყნებში სადაც შეიძლება იყოს რისკი, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ჩაიდინონ დანაშაული ან არსებობს გარკვეული სტატისტიკა, პოლიციის ატაშეები არის ყველა ასეთ საელჩოში მივლენილი და ადგილობრივ სამართლაცო სისტემასთან ერთად მუშაობენ ამ სექტორში, ასე რომ ამ მხრივ ყველაფერი მთავარი აქცენტი იყო ევროკომისიის რეკომენდაციების, თქვენგან ითხოვდნენ სწორედ ადამიანის უფლებების დაცვას. საპასუხოდ თქვენ იმის აღიარებას გიწევთ ანგარიში, რომ აი მაგალითად დემონსტრაციების დროს არც ერთი პოლიციელი არ დაგიჟიათ იმ ძალადობის გამო, რომელიც გამოიყენეს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. რაც შეეხება კანონის უზენაესობის მიმართულებას, ამ მხრივ ჩვენ გვაქვს ობიექტური შეფასებები სხვადასხვა რეიტინგების, ხომ? ჩვენ ხედავთ ახლა ზოგიერთი მიკერძოებული უცხოელი პოლიტიკოსი
უფროსი საკუთარ დღის წესრიგს არგებს საქართველოს მიმართ შეფასებებს. მაგრამ როგორც კი ზოგიერთ ხელისუფლების წარმომადგენლები ბალტიის, მათ შორის ბრიუსელის ჩინოვნიკები თავისთავად, როგორც კი ობიექტური შეფასება გამოდის თავად ევროკავშირის, ევროკომისიამ სულ ახლახან დადო ერთ-ერთი კვლევა ორგანიზაციის, სადაც ნახეთ, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი უსწრებს ან კორუფციის სიმცირით, კანონის უზენაესობის მაჩვენებლებით და ასე შემდეგ. ყველა ამ მაჩვენებლებით, კანდიდატ ქვეყნებს უსწრებთ ყოველთვის. ამას ეს უკვე ის რომ საქართველოს ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს, ეს უკვე ჩვეულებრივი ნორმა არის და ყველა სტატისტიკა და რეიტინგი ამას აჩვენებს. ასევე ევროკავშირის თავისთავად თქვენ ახლა ნახეთ ბერლინში როგორ ბრუტალურად დაარბიეს აქცია, ათხრევდნენ მონაწილეებს და ძალადობდნენ მონაწილეებზე და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბერლინში, პარიზში, ამსტერდამში, სხვა დედაქალაქებში პოლიცია ბრუტალურად ექცევა დემონსტრანტებს და ეს ნახეთ, რომ ლამის ნორმად იქცეს ევროკავშირში. რამდენი პოლიციელი გაასაჯეს, როდესაც ბრუტალურად დაარბიეს და სისხლიანი ნოემბერი მოუწყვეტ საქართველოს. ამის თემა მოუწყვეტ ბაგრაშალვა ევროკომისიის ანგარიში არ ამოგვიჩვენა შეიძლება. იქ არის ნათქვამი, რომ ადამიანები არ დაგიშვიან. ეს ანგარიში შეიძლება გახდეს საფუძველი, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი შეუჩერონ. ბრიუსელი არ არის სასამართლო, ბრიუსელი ვერ იქნება სასამართლო, ბრიუსელი ვერ იქნება თუ არა საქართველოს უვიზო რეჟიმი ევროკავშირში. ბრიუსელი ვერ იქნება სასამართლო, ნებისმიერი პირი, ჩინოვნიკი ინსტიტუცია, რომელიც თავის თავზე იღებს მართლმსაჯულების ფუნქციას, ეს არის მართლმსაჯულების ფუნქციის მითვისება, შესაბამისად ქართული ბატონაშალვა და ახლა მათ აქვთ პრეროგატივა, და დღეს მზიანათებს საქართველოს მოქალაქეებს ქართული ოცნების ანტიდასავლური პოლიტიკის გამო. შესაბამისად საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა და კანონის უზენაესობა რა დონეზეც არის ამას აჩვენებს რეიტინგები, მათ შორის უსწრებთ ზოგიერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანას, ქართული მართლმსაჯულების კეთილსინდისიერება არაერთხელ გადამოთვლა სტრასბურგის სასამართლოში, ქართული მართლმსაჯულება ვისაც ჩათვლის დამნაშავედ დასჯის, ვისაც არ ჩათვლის დამნაშავედ, მათ შორის გუშინდელი და ამ დღეებში განაჩენები ვნახეთ, სადაც არ იყო საკმარისი მტკიცებული, იქ დადგა გამომართლებელი განაჩენი, სადაც საკმარისი იყო, იქ დადგა გამომწვევი თავისთავად მამუკა მდინარაძის გამოცდილებიდან, პიროვნებიდან, პროფესიული თვისებებიდან და მათ შორის პოლიტიკური ალღოდან, რაც ასევე მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელისთვის, გამომდინარე, ეჭვი არც გვეპარებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ის პირველივე დღიდან სისტემის ეფექტიანობის ზრდისკენ გადადგავს მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ამიტომ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის, რომ ხელმძღვანელი ეყრდნობოდეს იმ მოადგილეებს, რომლებიც ზუსტად უნდა შეასრულონ ის ამოცანები, რომელსაც ხელმძღვანელი დაუსახავს, როგორც ინსტიტუციური რეფორმირების თუ ყოველ შემთხვევაში ცვლილების მხრივ, ისე თავად საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას. ამიტომ მამუკა მდინარაძეს აქვს როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე გუშინ პარლამენტის კენჭისყრის შედეგად პარლამენტის სრული ნდობა და უსურვებთ ამ მხრივ წარმატებას. ოპოზიციის რადიკალურ ქმედებებს, შეურაცხყოფებს, ეტირებას და ასე შემდეგ. როგორ შეაფასებთ მათ ამ ქმედებას? ხო, გუშინ ჩვენ რაც ნახეთ, მე მგონი ეს მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ყველაფერი გავიაზროთ. ჩვენ ეს ფაქტობრივად გუშინ ღამე ნაცი ორკების თავყრილობა, რომელიც გაიმართა ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის წინ, არის ზუსტად ის სახე, რაც ნაცობას როგორც იდეოლოგიას აქვს. გუშინ პარლამენტმა ნაცები მოქალაქეები არიან, თუმცა უსამშობლო მოქალაქეები. გუშინ პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც ეხება ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის შეფასებას და ნახეთ თქვენ თუ რა მძიმე ფაქტები, მტკიცებულებები არსებობს არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის როგორც პარტიის, არამედ ნაცობის როგორც იდეოლოგიასთან დაკავშირებით. გუშინ ჩვენ ვნახეთ ნაცობის სახე რა არის. ეს ორკების პარადი გუშინ რაც იყო მოწყობილი იქ, გინება, ძალადობა, ფაშისტური ყიჟინა
ტიტუშკების მიერ დადევნება ადამიანების მიმართ. აი ეს ორკების პარადი გუში რაც ჩვენ ვნახეთ, აი ეს არის ნაცობა, რას უშვება ნაცობა ადამიანს. ნაცობა არ არის ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრობა. ნაცობა ეს არის იდეოლოგია, რომელიც გულისხმობს, რომ უნდა დაიცალო ადამიანური ღირებულებებისგან, შეთვის არაფერს არ უნდა წარმოადგენდეს. არაფერი ამ ურთიერთობა, რასაც ქვია და პატივისცემა სხვა ადამიანის, ეს არაფერს არ უნდა წარმოადგენდეს. შეთვის შენი სამშობლო უნდა იყოს მე-17 ხარისხოვანი, შეთვის ავტორიტეტი უნდა იყოს უცხო ქვეყნის ელჩი და პოლიტიკოსი, შენი დროშა უნდა იყოს უცხო ქვეყნის დროშა და შენ სხვა ადამიანების დეჰუმანიზებას უნდა ახდენდი. აი ეს არის ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი იდეოლოგია. ასე რომ გუშინ ჩვენ რაც ვნახეთ ორკების თავყრილობა, აი ეს არის რეალური სახე. აქვე დავამატებ, აქვე ერთი წამით, ეს იყო სამართლმსაჯულო თავდასხმა ბექა ოდიშარაძე, რაც ჩვენ ორკებისგან ვიხარეთ, აი ნაცი ტიტუშკები, ნაც ტიტუშკებს, ყველა ნაც ტიტუშკას საკადრისი პასუხი გაეცემა ყოველთვის. აი ეს ორკები, რომლებიც გუშინ ღამე გამოძვრენ და ნაცი ორკები, რომლებიც გუშინ დაბორიალობდნენ, აი ეს არის ნაცობის სახე. კიდე ერთი ასპექტი, რომელსაც მინდა რომ ყურადღება მივაქციოთ. გუშინ ამ ორკების თავყრილობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ერთი პასუხობთ ერთი წამი. გუშინ რაც შეეხება ნაც ორკებს, ხო? გუშინ ამ ნაცი ორკების თავყრილობის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყვნენ ის ექსტრემისტული დაჯგუფება, რომელსაც გუშინ წინ გერმანიის ელჩმა რომლებიც მიიღო თავისთან ინტერვიუს კი მისცა და პოზირებდა აი ამ ექსტრემისტ ადამიანთან ერთად და სოციალურ მედიაში პოსტები დაწერა და თქვა რომ აი ეს არის საქართველოს მომავალი კარგ ხელშია. აი გუშინ ჩემი შეფასება რომ გუშინ ჩვენ რაც ვიხილეთ, აი ეს ორკების თავყრილობა, ეს გინება, ეს ლანძღვა, ძალადობა, ტიტუშკების მიერ აყოლა, ეს ფაშისტური ყიჟინა და ასე შემდეგ. აი რაც ვნახეთ, აი ეს არის ის საქართველო, რომელიც გერმანიის ვისმინეთ, აი ეს არის მაცადეთ, ვისმინეთ ბოლომდე. გუშინ ჩვენ რაც ვიხილეთ, გუშინ ერთი საქართველოს მოქალაქე. თქვენ თავთანაც თვითონ თუ ჩემთან. კითხოს გისვამს და ან პასუხობთ და რა ვიცი. პასუხობ. გუშინ რაც ჩვენ ვიყიდეთ, ეს ორკების ძალადობა, ლანძღვა, წყევლა, ქალები, რომლებიც იგინებიან, სახელდაკარგული ადამიანი, ფაშისტური ყიჟინა, ეს ყველაფერი რაც ვიხილეთ გუშინ, აი ეს არის ზუსტად ის საქართველო, რომელიც უნდა გერმანიის ელჩმა ნახოს აქ. აი ეს არის გერმანიის ელჩის სანატრელი საქართველო და ეს არის სახე. აი ეს არის სინამდვილეში, რაც უნდათ რომ საქართველოში დაატრიალონ. ამიტომ გერმანიის ეხლა არის ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფო. მე არ ვსაუბრობ, გერმანიის ელჩი არის გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი საქართველოში. შესაბამისად, გერმანიის ელჩს ეხლა აქვს შესაძლებლობა. შეიძლება ის არ იცოდა, ვისთან ქონდა საქმე, ეს ილიაუნის რაღაც მოძრაობა რო არის ექსტრემისტული დაჯგუფება, შეიძლება არ იცოდა. ეხლა ხო ნახა ძველი მათი დამოკიდებულება, მარიამ ლაშს თავს დაესხნენ ამ ექსტრემისტული დაჯგუფების ადამიანები ფაშისტური სლოგანებით და გუშინ ხო ნახა რომ იგივე ამ ორგანიზაციის აი თავარო ფოტო გადაიღო, აი ეს ადამიანი, ის გოგონა, გვარი აღარ მახსოვს, ფრიდონაშვილი თუ არ ვცდები, ის გოგონა თავად იდგა იქ ილანძღებოდა წყევლი და ფაშისტურ სლოგანებს ისროდა და შეურაცხყოფდა ადამიანებს სახე დაკარგული. აი ხო ნახა გუშინ. აი ახლა ეს გადახარშოს გერმანიის ელჩმა და თქვას რომ ის ემიჯნება, არ იცოდა ვისთან ქონდა საქმე, ან მაშინ ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს არის მიზანმიმართული მხარდაჭერა ექსტრემისტული ჯგუფებისა, რომლებიც ადამიანის დეჰუმანიზებას ეწევიან. ადამიანის დეჰუმანიზებას რომელი იდეოლოგია ეწევა, ამას არ ვახსენებ გერმანიის პატივისცემის გამო, რასაც ქვია ადამიანის დეჰუმანიზების იდეოლოგია. ამიტომ პეტერ ფიშერ გერმანიის მთავრობის საწინააღმდეგო პოზიცია. მე არ ვიცი ვისი პოზიცია არის, მე ვიცი. ამიტომ მას აქვს შესაძლებლობა გადახარშოს, ჩამოყალიბდეს, გაემიჯნოს. არ გაემიჯნება, ესე იგი ის არის თანამონაწილე აი ამ ორკების დაჯგუფების ძალადობის. ვერ გავიგეთ თქვენი პასუხი და გერმანია ექსტრემიზმს აფინანსებს საქართველოში. მე ვსაუბრობ პეტერ ფიშერზე, რომელიც გერმანელი ხალხი
არის აბსოლუტურად სხვანაირი. ის რასაც აკეთებს პეტერ ფიშერი, ეს აბსოლუტურად არის კავშირში გერმანელი ხალხთან. შეუძლებელია გერმანელი ხალხი. მე გერმანელი ხალხი ვიცი. მე ვიცი გერმანელი ხალხი როგორი არის და ვიცი რომ გერმანელი ხალხი ვერ იქნება ზალადობის, ექსტრემიზმის და ფაშიზმის მხარდაჭერი, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე. აი ეს ფაშისტური ყიჟინა, რომელიც გუშინ ისმოდა იმ ხალხის მხრიდან, რომელსაც გერმანიის ელჩი ეძახის მომავლის კარგ მომავალს. მან თქვა რომ უკრაინას უნდოდა პოლონეთის ომში ჩართვა იყო თუ არა საქართველოსთან მიმართებაში მსგავსი საფრთხები და რა სადასტურებს პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი. კიდე ბევრი პრეზიდენტი ყოფილი თუ ასე შემდეგ იტყვის ამ ყველაფერს, რასაც ჩვენ საუბრობდით, ეს თავად უკრაინელებმა თქვეს. არესტოვიჩი, რომელიც აქ ქართველი, აი ამ ზუსტად გუშინდელი ორკები რო არის, ამ ორკული საზოგადოების მიერ გაღმერთებული ადამიანი იყო. უსმინეთ არესტოვიჩი რა საუბრობს დღეს. ზუსტად აი ამ საკითხებთან დაკავშირებით, ვინ რა გამოიწვია, ვინ ვის ითრევდა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, არა თქვენ წარმოიდგინეთ ნატოს წევრ ქვეყანას, რომ ითრევ ომში და ეს დაადასტურა პოლონეთის პრეზიდენტმა, რომ მას ითრევდნენ ომში ნატოს წევრ ქვეყანას, ამას უბედავდნენ. ეხლა საქართველოს მიმართ რასაც აკეთებდა უკრაინის ხელისუფლება პრეზიდენტი ზელენსკი, რაც მან ქართულ ხალხს გაუკეთა და ჩვენ ამაზე ჩუმად ვართ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ომში არიან და ვინდობთ უკრაინის ხელისუფლებას იმ ხრივ, რომ არ გვინდა ზედმეტ პოლემიკის შესახებ. თორე ის რაც მათ გაუკეთეს ქართულ ხალხს, რომ უნდათ რომ ქართული ხალხი, ქალები, ბავშვები ყოფილიყვნენ ამ ორი ომის მონაწილე. ხო ამ ეს უნდოდა ზუსტად. აბა რო გამოდგა ესა უკრაინის პრემიერ-მინისტრი 28 თებერვალს 4 დღის დაწყებული ომია და მოუწოდებს აი ამ ორკულ საზოგადოებას ნაცორკებს რომ მიდითო და ხელისუფლებას მოთხოვეთ რომ სახელმწიფო თვითმფრინავით გამოუშვას ხალხი ომში. აი ესე გვითრევდნენ ომში რა თქმა უნდა და აი ეს არის სინამდვილეში აი უსამშობლობის მთელი პრობლემა. გუში რაც ვიხილეთ, სახედაკარგული ნაცი ორკები, უსამშობლოები, რომლებიცაც ზელენსკის სიტყვა უფრო დიდი არის ვიდრე საკუთარი ქვეყნის ინტერესი. აი ხო დამთავრებული ამ ადამიანების საერთოდ კავშირი საკუთარ ქვეყანასთან არიან დაბარებული 10 წუთში, ისინი ჰელსინკმა თქვა რომ სახელმწიფომ ძირი გამოუხარა სუვერენიტეტს და სწორედ ამ თემაზე იქნებიან. ხო მოგეთ აი ეხლა ერთი ნაწილი ირონიით რო ვთქვათ, სალომე ზურამიშვილი, რომელიც თავს თulis საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად, ხომ ასე არის, რაც არ უნდა ეს იყოს რაღაც ბიპოლარული აშლილობის ნაწილი, თulis თავს საქართველოს პრეზიდენტად. ახლა რა გამოდის? მისი გადმოსახედიდან ის ჩადის უცხო ქვეყანაში 4 დეპუტატთან შესახვედრად საჯარო გახილვა იქნება სავარაუდოდ, იმისთვის რომ აუხსნას მათ თუ რატომ ის რომ საქართველოს მოქმედებს, რომ საქართველოს საკუთარი ინტერესებით რომ მოქმედებს, რამდენად ცუდია და არ მოქმედებს ამერიკის ინტერესებით. ანუ საქართველოს პრეზიდენტი მიდის იქ როგორც მოწმე, რომ დაუთკიცოს ამერიკელ ზოგიერთ იქ სენატორს თუ არ ვიცი ვინ კონგრესმენს, რომ როგორ ცუდია, რომ მისი ქვეყანა, რომლის პრეზიდენტიც ის არის, საკუთარ ზღაპრულ წარმოდგენებში, მისი ქვეყანა როგორ ცუდია, რომ იმ უცხო ქვეყნის ინტერესებით არ მოქმედებს და მოქმედებს თავისი ინტერესებით. აი ამაზე მეტი რა გითხრათ, ანუ აბსურდიც აღარ არის, ხო და ერთი და მეორე. ეხა სერიოზულად. სალომე ზურაბიშვილი არის მაკენის ინსტიტუტის სტიპენდიატი, ან ჩვეულებრივად უცხოელებს ყავთ ხელფასზე. ამაზე მეტი აგენტობა რა გინდათ? თინა ხიდაშელი არის ტაივანის ესე იგი არაღიარებული ქვეყანა, რომელიც სეპარატისტული რეჟიმის დაფინანსების ქვეშ მყოფი ადამიანი არის თინა ხიდაშელი, რომელსაც ფულს უხდიან იმისთვის, რომ რაღაც ანტიჩინური განწყობები გააღვიოს და ნუ ამაზეა გაწყობილი ყველაფერი. ანუ ორი ადამიანი, რომელიც ჩადის ახლა ღია ეთერში სამშობლოს ღალატის ჩასადენად და ნუ ეს კინოც ხომ ნახეთ. იქ ნახეთ გიგაორი და ჩხიკვაძე თუ არ ვწდები, რომლებაც ასევე ფიქრობთ რომ თუ ანტი-ამერიკული რატო ახლა სალომე ზურაბიშვილი და ცუდრამის თუ ამბობ ეს რაიმე ტრამპს ქართულოცნებას ერთი წამი ამ კითხვაზე მეპასუხეთ. თქვენ თქვით რომ ამერიკის მთავრობა არ გაქცევთ სათანადო ყურადღებას რეგიონში. ჩვენ ვნახეთ რომ სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან ყველასთან დაამყარა ტრამპის ადმინისტრაციამ კომუნიკაცია, თუმცა არა საქართველოსთან. თქვენ ფიქრობთ რომ ამ ანტი-ამერიკული, ანტიდასულური რიტორიკით მიიპყრობთ ტრამპის ადმინისტრაციას? ის რომ მაგალითად ამერიკას საკუთარი ინტერესების გატარება უნდა. თუ ინტერესების გატარება უნდა, თქვენ მაშინ რატომ
გინდათ ახალი ფურცლიდან ურთიერთობების დაწყებას. ცოტა უტოპიური არ არის თქვენი განცხადება. უტოპიური ცით რა არის საქართველოს მოგოდეს აღდგენა, მაგრამ ამავდროულად ლანცხოვთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. ხო, უყურეთ, თავის დროზე სახელმწიფოები იმიტომ შეიქმნა დამოუკიდებლად, რომ ყველამ თავის ინტერესი გაატაროს. ის რომ ამერიკა თავის ინტერესს ატარებს, ეს არის აქსიომა. ტყუილი ის იყო, ჩვენ რომ ყოფილი ელჩები ამერიკის გვიმტკიცებდნენ, დეგნარი მაგალითად გამოდიოდა და გვეუბნებოდა რომ საქართველოს ინტერესებით მოქმედებს. რაც არის ტყუილი. არა, მე მაგალითი მოყავს. აი დღეს გერმანიის ელჩი რო გვეუბნება თითქოს ის საქართველოს ინტერესების მოქმედებს. ელჩები, რომლებსაც ფიცი აქვს დადებული საკუთარი ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე, ჩვენი ქვეყნის ინტერესით როგორ გამოვიდა, ეს ნახეთ ჩვენ უკრაინის ომის მაგალითზე. როგორც კი გაგვწევა ბევრმა ევროპელმა, რომელიც მოგვიწოდებდა ესკალაციისთვის და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მე მოყოლილი მაქვს კიდევაც ქალბატონი დეგნანი ელჩი, როგორ მოვიდა ჩემთან 28 თებერვალს, 4 დღის დაწყებულია ომი და კიევს არის მიმდგარი რუსული ჯარი, როგორ მოდიოდა კატეგორიულად ითხოვდა, რომ აირჩიეთ ახლა სად გახართ. უნდა მოახდინოთ ესკალაცია რუსეთთან, დაუწესოთ სანქციები, ჩაკეტოთ სა, ასე შემდეგ კატეგორიულად. დიახ, ჩემი არა, მე გეუბნებით რას ითხოვდა, რას ის რომ ელჩი მოვიდა ჩემთან და ეს მითხრა, ეს მოახსენე მე ბატონ ობრაიენს, როდესაც იყო ჩამოსული ახალ ელჩთან, მაშინდელს დანიგანთან ერთად. ეს უთხარი მე სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილი აქვს, მოადგილის თანაშემწი აღარ მახსოვს, მას უთხარი. და იმან არაფერი საწინააღმდეგო დამეცახა, იცით რა მითხრა? ხო, ალბათ ჩვენ მაშინ შევცდით, რომ ზედმეტი მოვითხოვეთ და ჩემი პასუხი იცით რა იყო? აი თქვენ რომ შეცდით, შეიძლება იმ შეცდომის გამო, აი ხა დღეს ვისი ტანკი იდგებოდა აი ამ ტერიტორიაზე, ეს სხვა იქნება. ითხოვდნენ თუ ომის გაჩაღებას ტერიტორიაზე, ორი სხვადასხვა რამ არის, რომ აი რუსეთისთვის ყველა სანქციებს შევერთებოდის უნდა ყველა ვინც ითხოვდა ესკალაციას რუსეთთან, ცდილობდა საქართველოს ჩათრევას ომში. ყველა ვინც გვეუბნებოდა ჩაკეტეთ საზღვარი, ითხოვდა ამას. ყველა ვინც ამბობდა რომ ვიზები შემოიღეთ, ეკონომიკური სანქციები დააწესეთ, ყველა ეს არის ინსტრუმენტი ესკალაციის და ომში ჩათრევის. ეკონომიკურ სანქციებს ითხოვდნენ თუ ომს ეს ვერ გავიგეთ. რატომ არის ეკონომიკურ სანქციებს შევერთებოდით რუსეთის წინააღმდეგ თუ სამხედრო პოლიგონად გადაქცეული იყო. ხალბატონი დეგნანი ავტომატით მოსული ჩემთან არ იყო, რომ აჰა შენ ავტომატი და წადი ისროლეო, მაგრამ ამას ვამბობ და ზუსტად ეს არის, რაზეც საუბრობს მათ შორის პრეზიდენტი, პოლონეთის პრეზიდენტი და სხვები. როდესაც ახლა მზის შუქზე გამოდის ყველა ის საუბრები და მტკიცებულები რაც იყო. ითხოვდნენ ესკალაციას ქვეყანასთან, რომლის ჯარიც 30 კილომეტრიდან აიქედან 30 კილომეტრში დგას. მასთან ითხოვდნენ ესკალაციას, ეკონომიკურ სანქციებს, ჰაერის ჩაკეტვას მათი თვითმფრინავებისთვის და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს იყო პირდაპირ წიხლით ჩვენი შეტენვა ომში, როდესაც რაც მაშინ აკეთებდა. და ეს მე კიდევ ერთხელ უთხარი ამერიკის სახელმწიფო დივნის თანაშემწეს და არანაირი წინააღმდეგობა მას არ ქონია დამეთახმა ამ ყველაფერში და მობოდიშებასავით მოვიდა რომ რა ვქნათ, არ გამოგიდა ლამაზად თქო და ესეთია ლამაზით არ გამოსვი, დღეს ვიქნებოდით მიწასთან გასწორებული ქვეყანა, არც თქვენი ტელევიზია იქნება და არც თქვენი და არც ვისად იქნება და ყოველთვის. იკითხოთ რატომ არის შტატების პოზიცია განსხვავებული ევროპის დამოკიდებულებასთან და გამორიცხავთ რომ ტრამპი იმიტომ არ ჩქარობს საქართველოსთან ურთიერთობის დავაგებასთან ქვეყანა უფრო დასუსტდეს და მოლაპარაკების შემთხვევაში ქვეყანა უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მე ერთ ამას ვიტყვი. ჩვენ ვიცით რა არის ფაქტები. ფაქტები არის ის, რომ რასაც ჩვენ საუბრობდით Deep States-ზე, მავნე გავლენაზე, ამერიკის ბიუჯეტის ხარჯვაში აქ რევოლუციებზე, საზოგადოებისთვის მავნე, უბრალოდ არარსებული იდეოლოგიის შემოტანაზე, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ასეთ შეხარჯებოდა ამერიკელი გადასახადების გადამხდელის ფული, ყველაფერი ეს დაადასტურა დღეს ტრამპის ადმინისტრაციამ. ანუ რასაც ჩვენ ბოლო რამდენიმე წელია ვსაუბრობთ, რის გამოც ჩვენ ვიყავით თავდასხმის ობიექტი მათ შორის წინა ადმინისტრაციის მხრიდან, ყველაფერი დადასტურდა რომ იყოს სიმართლე. ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება ვიყავით მართალი იმ მავნე პროცესების აღწერაში, რასაც ჩვენ მაშინ ვახდენდით და ბევრი არ იჯერებდა თუ არ უნდა დაეჯერებინა. დღეს ეს ყველაფერი დაადასტურა ტრამპის ადმინისტრაციამ. შესაბამისად, ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა, რომ ამ მხილებების მათი მხრიდან თავისივე წინამორბედის ხილებების შემდეგ ურთიერთობები აეწყოს ერთმანეთის ინტერესის პატივისცემაზე. ჩვენ ამაზე არაერთხელ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ თქვათ, აი ეს არის ქართველი ხალხის ინტერესი, გითხარით რა არის ამერიკელი ხალხის ინტერესი, დავსვეთ და მე არ მგონია, რომ საქართველოს ხალხს აქვს რაღაც ისეთი ინტერესი, რომელმაც შეიძლება
ამერიკელი ხალხის ინტერესებთან თანხმდაში არ მოდიოდეს. ამიტომ ამას ველოდებით. კი ბატონო. თია წულუკიანმა გამოაქვეყნა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ეს ეყრდნობა არასამთავრობო ორგანიზაციებს. ხა ერთ-ერთი. მისავე წერილში საუბრობთ, რომ მძლავრი პროვოკაციები არის მოსალოდნელი deep state-ის მართული ევროკავშირისგან და ხელისუფლებამ პოზიციები უნდა გააძლიეროს. თავისთავად მათ შორის გუშინ რაც ნახეთ ეს ორკების შაბაში და ნაცი ტიტუშკები, ესეც არის ზუსტად ამ პროვოკაციების ნაწილი. ხედავთ, ოდესაც ჩვენ უცხო ქვეყნის წარმომადგენლები აქებენ და ახალისებენ ამ ორკების დაჯგუფებებს და შემდეგ ეს ორკების დაჯგუფებები გამოდიან ღამით და აქციებივით და ტიტუშკებად დაძდევენ ხალხს ქუჩაში. რა თქმა უნდა, ესეც ნაწილი არის იმისა, რომ არიონ ქვეყანა, მაგრამ კიდევ ერთხელ ამის კი არა, ჩვენ ისეთებს გაუძლებთ, აგერ პოლონეთის პრეზიდენტი ამბობს, პოლონეთს ითრევდნენ თურმე ომში და ასეთებს გაუძლო ქართულმა ხალხმა. ასე რომ ეხა ამ რამდენიმე ათეული ორკის სახელდაკარგული ორკის ასე ვთქვათ უმსგავსო საქციელს რაიმენად გადაეცეს ქართულ ხალხს. წულუკიანის ანგარიში ბაკაშავა ხოდან პერდეთ. ამ ანგარიში თია წულუკიანი ეყრდნობა ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგალითად საიას გამჭვირვალობას, რომელიც ახლა დაყადაკებულია და რომლის წინააღმდეგაც ახლა გამოძიება არის დაწყებული და გაუქმებას პირდებით, ასე ვთქვათ, ამ კანონით, რომელიც თქვენ დაამტკიცეთ. რატომ ეყრდნობა წულუკიანი იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც დღეს დევნით, საიას გამჭვირვალობას, მედიის განვითარების ფონდს და ასე შემდეგ და ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტი, იმიტომ რომ წლების განმავლობაში, როდესაც ანგარიში მოიყვანა მტკიცებულებების სახით, თან დაუხტო სხოლიოში, რომ მაგალითად წლების წინ ეს საერთაშორისო გამჭვირვალობამ დაწერა. ან საიამ ან შეფასებების დროს ორმაგი სტანდარტი არის ეს. შეფასებების დროს არის თავარი არა ადამიანი ან ორგანიზაცია, შეფასებების დროს თავარი არის ქცევა. ჩვენ ვნახეთ და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვავ. ისვედის მოქმედმა ხელმძღვანელმა აღიარა რომ შარშან დეკემბერში თავის იყიდეს აირწინაღები და დაურიგეს იმ თანამშრომლებს, რომლებიც აქციაში მონაწილეები იყვნენ და არა მონაწილეობდნენ. როდესაც არის საპოლიციო ღონისძიება და გეუბნებიან რომ დატოვეთ ტერიტორია, იმიტომ რომ ეს არის ძალადობრივი აქცია, უნდა დატოვოთ ტერიტორია და არა გაუწიოთ წინააღმდეგობა. წინააღმდეგობის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა დანაშაული იყო ყოველთვის ამ ქვეყანაში და არის ყველა ქვეყანაში. როდესაც ის რა ქვია სპეციალური საშუალებები წყლის ჭავლი თუ სხვა სპრეი და ასე შემდეგ პოლიცია კი არ ეხალისება, მაგიტომ კი არ, იმიტომ იყენებს იქ მოძალადები, აი გუშინ ორკების ძალადობები, ხო ნახეთ. აი ამაზე უარესი რაც ხდებოდა ის ხო გახსოვთ, აი რომ დაწვეს პარლამენტი, გახსოვთ ცეცხლი რო იყო, ალი გახსოვთ, ალი რო გიზგიზებდა, ხო გახსოვთ. აი ეს არის ამას ქვია ძალადობა ქართულ ენაზე. როგორც კი ძალადობრივი არის აქცია, პოლიცია ეუბნება რომ წადით სახში, ხო გახსოვთ რომ აფრთხილება, წადით სახში, დაიშალეთ, ქალის ხმით რო იყო, ხო გახსოვთ. როცა არიშლებიან თავისინებით, შემდეგ უკვე ხდება ძალით დაშლა, იმიტომ მოძალადე უნდა გავიდეს იმ მხრიდან, იმიტომ რომ მოქალაქეები არიან დასაცავი, მათ შორის გარჩევან ყოფი. ამიტომ, როდესაც ამის პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევ აღჭურვილობას აძლევ ხალხს, ეს აღიარა ისვედის მოქმედმა ხელმძღვანელმა, სხვათა შორის მოიტყუა გუშინ ყოფილმა ხელმძღვანელმა, ხალბატონ დოლიძემ, თითქოს მონიტორინგის ვაძლევდით, რომ მოქმედა ხელმძღვანელმა აღიარა და მას აღარაფერი აღარ ეშველება, რომ აძლევდნენ თანამშრომლებს, რომელიც იქ აქციაში მონაწილეობდნენ. ანუ ისინი იყვნენ, ვინც პარლამენტს ესროდნენ შურდულით, რა ქვია, ქვებს, ისინი იყვნენ, რომლებიც გადაწვეს პარლამენტის ოთახებში. ბოლო კითხვა გავდო. ამ ორგანიზაციებს საკუთარ ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციების როგორი არის მათი როლი აქციებში და როგორ გამოიწვევს ეს ევროკავშირთან ურთიერთობების დაცვა? აღარ უყურეთ პირველი ეს აღარ არსებობს ეს ცნებები არასამთავრობო ორგანიზაცია ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს ახლა ერთი მოძალადე დაჯგუფება, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციული სტრუქტურული გამოვლინებები აქვს საერთო ჯამში. ნაციონალური მოძრაობა და პარტიული სტრუქტურები და სხვა ასეთი სტრუქტურები. გუშინ ჩვენ ვიხილეთ ერთობა რადიკალი ექსტრემისტი პარტიების და ექსტრემისტი NGO-ების რუსთაველის მელიქიშვილის გამზირზე. აი ეს იყო გუშინდელი საღამო, ამ მხრივ იყო გარდამტეხი იმისთვის, რომ ყველას ენახა, რომ ეს სახელდაკარგული ორკები, რომლებიც უკვე თვეებია დადიან ღამე ასე ვთქვათ აქციებივით გამოდიან ქალაქში და ძალადობენ მოქალაქეებზე, მათ შორის გუშინ წინ ხო ნახეთ დღისით თეატრალურ გადაკეთეს აი ამ ტიტუშკებმა როგორ მიუვარდნენ
მოქალაქეებს ავტომობილებში, რომელიც გადაადგილდებოდნენ და დაუწყეს გინება, შეურაცხყოფა. აი ეს არის კიდევ ერთხელ, ეს არის ის საქართველო, რომელიც გერმანიის ელჩს უნდა ჩვენთვის, იმიტომ რომ მის მიერ მოწონებული ადამიანები, აი გვერდში რო ედგა ფოტო რო გადაიღო ქალბატონ ფრიდონაშვილი და აი ის იდგა გუშინ მელიქიშვილის გამზირზე, იგინებოდა ფაშისტურ შყიჟინას აწყობდა და სლოგანებს ისროდა, ძალადობდა და ტიტუშკობდა და დაძდევდა ქუჩა-ქუჩა ადამიანებს. ასე რომ ორკები მხილებულია საბოლოოდ.